გადასამალია საინფორმაციო ვაკუუმი არის შექმნილი ჩემს გარშემო, კანონიერი ხელისუფლების გარშემო, ვრცელდება უამრავი დეზინფორმაცია ხუნტის მიერ, ამ ეგრეთ წოდებული ტელევიზიის მიერ, მოსყიდული პრესის მიერ და სიმართლის გარკვევა რასაკვირველია უაღრესად საშუალოა დღეს მრავალ პრობლემასთან დაკავშირებით. მომდის წერილები მართალია ყველანაირად ხელს უწყის პოსტამ მრავალი ადამიანი მეკითხება საქართველოში შექმნილი დღევანდელი ვითარების შესახებ მეკითხებიან თუ რა მოიტანა ეს ყოველივე რა გამოსავალი არსებობს მეკითხებიან ბრძოლის მეთოდების შესახებ მეკითხებიან უცხოეთთან დღევანდელი ჩვენი ურთიერთობის შესახებ თუ როგორი მდგომარეობაა დღეს უცხოეთში როგორც მოგეხსენებათ მე ფინეთსა და ავსტრიაში ვიყავი ასე რომ ბევრი რამ აწუხებს დღეს ჩვენს საზოგადოებას მე დავიწყებ თავრითა და უმთავრესად როგორც ხედავთ მეგობრებო ამ ერთმა წელმა 5 თვის შემდეგ მიგვიყვანა ეროვნულ კატასტროფამდე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სრულ პოლიტიკურ ეკონომიკურ სოციალურ და ყოველგვარ ზნეობრივ კატასტროფამდე ეს ყოველივე მიუხედავად იმისა რომ მე წინასწარმეტყველი არ გახლავართ და არც მაქვს არავითარი პრეტენზია მე მოგახსენებ ჯერ კიდევ 1991 წელს საქართველოს ტელევიზიით არაერთხელ სექტემბერში და განსაკუთრებით საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს სესიაზე 8 ოქტომბერს 1991 წლის თუ სადამდე მიგვიყვანდა ჩვენ სადამდე მიიყვანდა საქართველოს ის პუტჩი რომელიც იმჟამად უკვე დაწყებული იყო ვინაიდან ამ პუტჩის ინსპირატორები იყვნენ საქართველოს უბოროტესი მტრები და ამ უბოროტეს ერთაშორის უმთავრესი დღეს საქართველოს განაგებს და დღესდღეობით არც გამოჩნდა ძალა რომ მას დაუპირისპირდეს რა არის ყოველივე ამის მიზეზი მსოფლიო იმპერიების ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მაგრამ საბედნიეროდ ბოლო წელს როგორც მოგეხსენებათ დიდი მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა დასავლეთში და ერთ-ერთი უბოროტესი მტერი საქართველოსი მისი კანონიერი ხელისუფლებისა ქართველი ხალხისა წავიდა პოლიტიკური არენიდან ის შემთხვევით და ალბათ იქნება რაღაც ცვლილებები დასავლეთის პოლიტიკაში უნდა ვიქონიოთ ამის იმედი ეთიკის მომასწავლებელი ნიშნები ჩანს ძალიან დაინტერესდნენ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები კერძოდ უაღრესად ძლიერი ორგანიზაცია ინგლისის ჰელსინკის ჯგუფი რომლის დელეგაციაც იყო ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე და რომელმაც მოამზადა დიდი დასკვნა საქართველოს შექმნილი მდგომარეობის შესახებ ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ამ სრულ არჩევნების შესახებ და შევარდნაძის უზურპატორული დიქტატურული რეჟიმის შესახებ ყველა იმ ბოროტ მოქმედებათა შესახებ რასაც ჩადის შევარდნაძის რეჟიმი დღეს საქართველოში აქ პირველად შორის ყველანაირად ამოხრუჭებდნენ ამას როგორც მოგეხსენებათ ბუშის ავტორიტეტი ძალიან ძლიერი იყო მსოფლიოში ყველანაირად ამოხრუჭებდა ის თვით პრესაში ჭეშმარიტი ინფორმაციის გადაანაცვლად პირველად ამ წლის განმავლობაში აქ ხმა დასწრეს იმ წამების იმ ბარბაროსულ მეთოდებებზე რომელსაც იყენებს შევარდნაძე იოსებიანის ბანდა პოლიტპატიმრების მიმართ კერძოდ საზარდიკლაურის მიმართ აღწერილია ზუსტად საზარდიკლაურის მდგომარეობა ამ ადამიანებმა შეაღწიეს ინგლისის ხუთგზის წევრებმა შეაღწიეს ციხეში ისინი განაცვიფრა იმ ამბავმა რომ ციხეში ფორმიან ესე იგი თანამშრომლებთან ერთად ვიღაც უცნობი ახალგაზრდები იყვნენ ავტომატიანი ახალგაზრდები რომლებიც
ბრძანებლობდნენ ამ თანამშრომლებზე და მათ კარგი დასკვნა გააკეთეს დასკვნა, რომ ფაქტობრივად კრიმინალური ბანდები მართავენ საქართველოს. ეს კი არის იგივე, რაც ხდება სომალიში. და სომალის პერსპექტივა უკვე თანდათანობით იკვეთება საქართველოში. თუ გაგრძელდეს კრიმინალური ანარქია, თავარი კრიმინალის შევარდნაძის მეთაურობით. ამ დასკვნამდე უკვე მიდის მსოფლიო და უფრო არის ნიშნები, მე ამჟამად არ მინდა წინასწარმეტყველები რამ თქვა, არის ნიშნები, რომ დაიწყება ძალზე სერიოზული ხილება შევარდნაძის ფაშისტურ კრიმინალური რეჟიმისა, ამ კრიმინალური ბანდების თვითნებობისა საქართველოში და ადრეთუგვიან დაედება მსხვილი მათ თვითნებობას. მაგრამ მეგობრებო, ყველაფერი რაც საქართველოში ხდება, მაინც ძალზე მაკითხებს ერთი თვალსაზრისით. მიბატონო, გამოვავლინეთ ყველა თანაშრომი. გამოვლენილი მათ თავიანთი თავი უკვე გამოავლინეს. მათ თავიანთი თავი უკვე წარმოაჩინეს ხალხის წინაშე. თუ ჩვენ და დავადგეთ ანგარიშების არამც და არამც. ეს მიგვიყვანს კიდევ უარეს კატასტროფის, კიდევ უარეს ანარქიის სისხლის ურამის. მაინც უნდა მივცეთ საშუალება ზოგიერთ მათგანს, ვინც რასაკვირველია საქმით გამოისხების თავის დანაშაულებს, უნდა მივცეთ საშუალება, რომ დაადგეს გამოსწორების გზას და შეინანოს ყოველივე ის საჭირო. არის ნიშნები, რომ ზოგიერთი ადამიანი უკვე დაფიქრდა იმაზე, თუ რა შეიძლება. არის ამის ნიშნები. დაფიქრდა, ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება და იცის, რომ საქართველოში არავის არ შერჩენია ბოროტება ერის წინაშე. არავის არ შერჩენია დანაშაული ერის წინაშე. მოღალატეობა არსებობს ბევრი მაგალითები, ჯონისა, იგივე მახარაძის, იგივე ბერბიჭაშვილისა და სხვებისა მრავალთან, რომელთა რიგში მათ თავიანთი თავი ჩააყენეს. ეხლა მრავალი ცდილობს, მე როგორც ვათხოვ, თავის დაღწევას, ასურს შეირაცხოს მოღალატე და წეულ გალერეაში, ამ მოღალატეებთან ერთად და როგორც ჩანს, აპირებს საქმით გამოისყიდოს თავისი დანაშაულები. ჩვენ ყოველნაირად უნდა შევუწყოთ ხელი ეს ადამიანებს. არ არსებობს მეგობრებო უპატიებელი ცოდვა თვითუფალი გვასწავლის. თვითუფალი გვასწავლის, რომ ეთო შეინანეთ, შეგინდობთ და ჩვენს უფლის მობაძავი უნდა ვიყოთ ამ საშინელ დროში, ამ საშინელ მდგომარეობაში, სიტუაციაში და უნდა მივცეთ საშუალება ამ ადამიანის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სრულფანდი, როგორც უკვე იყო მრავალჯერ მეგობრებო. ეს უნდა იყოს ნამდვილი საქმით გამოსყიდვა თავიანთი დანაშაულების. მე ყველას გულისხმობ. არავინ არ არის მეგობრებო ღვთის მიერ საბოლოოდ გაწეული. და თუ ღმერთი არ სწირავს საბოლოოდ ადამიანს არ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ვინმე საბოლოოდ გავწევთ. დაფიქრდნენ, კარგად დაფიქრდნენ, რა შეიძინეს, კარგად დაფიქრდნენ, რა დანაშაული აქვს საკუთარი ერის წინაშე. ვინც კარგად დაფიქრდება, ვინც დროზე დაადგება სიზანობის გზას და ვინც საქმით დაგვიწევს. ჩვენ დეკლარაციები, ინტერვიუ თუ სხვაგვარი განცხადება ჩვენ არაფერს ვერ ვუყურებთ. მიდien თავარია საქმე მან შენმან გამოგაჩინოს. აი ეს უნდა უთხრათ ასეთ ადამიანებს. და უკვე თუ საქმე მართლაც გამოაჩენს, ჩვენ მათი საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენ სრულ ქრისტიანები კი არა ვართ. 66 წლის ასაკში მონათული ნაძალადევად რეკლამისთვის და ფარისეულური ნირვის გაკეთებისთვის. ჩვენ ნამდვილი ქრისტიანული პრინციპებიდან გამომდინარე ვთვლით, რომ საჭიროა დავაკეთოს საყოველთაო შეწყნარებისა და ეროვნული შერიგების გზას. მაგრამ შეიძლება მხოლოდ იმათთან
ვინც შეიგნებს თავის დანაშაულს ერის წინაშე და ვინც ხარში ამოუდგება ერს, ვინც ერის სასიკეთო საქმეს გააკეთებს, ვინც ერის ხსნისათვის გადაძლევს თავს. აი მხოლოდ ასეთებთან და არა სრულ ფარისეულური განსადებების საფუძველზე ან რაღაც ანდების საფუძველზე. გვახსოვს ჩვენ ერთი ასეთი ამბავი 24 ივნისი, როდესაც მრავალი გვარწმუნებდა, რომ ისინი ეროვნული ძალების ხარისზე გადმოვიდნენ, ეროვნული ხელისუფლების ხარისზე გადმოვიდნენ და ბოლოს ის დამთავრდა. შეიტყუეს ჩვენი მომხრეები ტელევიზიაში და ამოხოცეს და აკადემიას. ჩვენ სიბნე ცხოვრებამ გვასწავლა, უნდა გვასწავლოს. ჩვენ უნდა დავაბრძანდეთ უფრო მეტად მეგობრებო. ახლა ასეთი დრო დადგა. ქვეყანა კრახის წინაშეა. ერთი წლის წინ იყო ილუზიები, შევარდნაძე ჩამოვა, გადაარჩენს საქართველოს. შემოიტანს დოლარებს, შემოიტანს მარკებს, შემოიტანს ინვესტიციებს, შემოიტანს პროდუქტებს, თურსას და სხვა. დაპირებები მართლაც უხვია დღესაც. ალბათ ნახავდით ბუშის დაპირება, უკვე პოლიტიკური არენიდან მიმავალი ბუშის დაპირება, რომ ის თხოვს ევრო გაერთიანებას და არა ამერიკის რომელიმე დაწესებულებას ან გაერთიანებას. ის თხოვს ევრო გაერთიანებას, რომ საქართველოს მისცეს ქვილი. აი ესეთი დაპირებები ხდებოდნენ დღემდე. საქართველოს ვერავითარი ქვილი ვერ უშველის, ვინაიდან კრიმინალური ბანდები, რომლებსაც ფაქტიურად ხელისუფლება ჩაგდებული, ყველაფერს მიითვისებენ. $10 საქართველოს იმითვისებულია და განიევებულია, გადანილია თურქეთში და გამიდულია მეგობრებო. ხოლმე არის მაფიების სათარეშო ადგილი. სადაც ყველაფერი იყიდება. სანამ მაფიები არ აილაგმება, სანამ ეს კრიმინალური ბანდები არ აილაგმება, საქართველოს არაფერი იშვება. ეკონომიკური თვალსაზრისით და არც პოლიტიკური თვალსაზრისით, სანამ თავარი მოღალატე საქართველოს სათავეშია. რომელიც ჩამოსვლის პირველი დღიდან გირდებოდა ქვეყანას სტაბილიზაციას, დამნაშავეების აღმოფხვრას, ეკონომიკურ კეთილდღეობას, სინამდვილეში დამნაშავება უფლებდა გააძლიერა, ვინაიდან დამნაშავეთა სამყაროს მიერ არის იგი ჩამოყვანილი და დამნაშავეთა სამყარო არის მისი ერთადერთი დასაყრდენი. ამ პიროვნებას ერთადერთი გამოსავალი აქვს, რომ გადადგეს. არავითარი სხვა გამოსავალი მას არ აქვს. თუ სურს გამოისყიდოს თავის დანაშაული ერის წინაშე. მე არავის ასეთია რეკომენდაციებს არ ვაძლევ, მე ჩემს ასს გამოვხმობ მეგობრებო და საქართველოს ხსნისთვისაც სხვა გზა არ არსებობს. გარდა კანონიერი ხელისუფლების აღდგენისა. ახლა მე ვიცი, რომ ბევრი სახელმწიფოებიც გაიხსნის ჩემს მიმართ, კანონიერი ხელისუფლების მიმართ, თვით ჩვენს მომხრეებშიც, რომ მე დროზე არ ავლაქმე თურმე ეს ბანდები და დაუშვი აი ამ მოღალატური ხელისუფლების დამყარება საქართველოში. მეგობრებო, მარტო კაცი ჩამაშენს ბრალიობის საკულიათას. ფაქტიურად მე დამტოვეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები დეკემბრის 5-ის წინ. მიტინგზედაც აღარ მოდიოდა ხალხი. მართალია დაშინებული იყო მე მესმის. მაგრამ აბა გაიხსენეთ ლიტვა როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი არში ლიტვის ხელისუფლებას ლანდსვერტის 13 ევროს მოვლენების დროს. დღეების განმავლობაში მორიგეობდა 100-ობით კაცი ლიტვის პარლამენტში. ჩვენთან კი გადაინახეს სიცარიელი მთავრობის სასახლის მოედნის წინ, აი მაშინ დაიწყოს პუტჩი. ასე რომ ხალხმა თავის სინდისში ჩაიხედოს. თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაყენებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ გვაიარაღებდა. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი აიარაღებდა პუტჩისტებს. ჩვენ კი გადაკეთებული აბლამოდების სანაპიროს ვიყავით დარჩენილი და შიგნითაც ნახევარზე მეტი მოღალატე იყო. ამ წარესიმართლის დღეს გეუბნები. მთავრობის სახლის სამსახურთა შორის ნახევარზე მეტი და თვით შტაბის უფროსი მოღალატე. აი
ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს მე და ნუ გიქვით შედეგები. ვინაიდან ყოველდღიერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს. ეს ადაბოლებს. დამდგომდა დავიმსახურებთ ეს. უბრძოლველად მივიღეთ თავისუფლება. დამზარებული თავისუფლება და ამიტომაც დავკარგეთ ეს. ეს კი ბრძოლით ხელახლა ისე უნდა თავისუფლებაც, დამოუკიდებლობაც და კეთილდღეობაც. ბრძოლის გარეშე ვერაფერს მოიპოვებს მეგობრებო. არის გამოცდილება ეროვნული მოძრაობისა დღეს, მაგრამ დიდ დასასრულობა. ძალიან სულხარ, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული პიროვნება ეროვნულ მოძრაობაში ვერ პოულობს საერთო ენას თავის თანამოძმესთან, საქსაგსულია ცალკეულად, ესე იგი ცალკეულ ნაწილებად არის დაყოფილი ეს ჩვენი მოძრაობა. უნდა გაერთიანდეს მოძრაობა, უნდა მოხდეს დიდი კონსოლიდაცია. ეს ყოველივე შეუძლებელია მრგვალი მაგიდის აღდგენის გარეშე. მრგვალი მაგიდა არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის და ერთიანი ბრძოლისა. მრგვალმა მაგიდამ გააუქმა საქართველოში კომუნისტური რეჟიმი, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, არჩევნებით, რეფერენდუმით. მრგვალი მაგიდა არის უდიდესი ძალა დღესაც, თუმცა პარალიზებული. მრგვალი მაგიდა უნდა ააოქეს, მრგვალი მაგიდის პოლიტიკური ორგანიზაციები, დამფუძნებელი პოლიტიკური ორგანიზაციები უნდა გააქტიურდნენ და ახალი ორგანიზაციები, რომლებიც შეიქმნა, ისინი ნამდვილი ორგანიზაციებია და არა ხუნტის მიერ ეროვნულ მოძრაობაში შემოგზავნილი. ყველა ნამდვილი ჭეშმარიტად პოლიტიკური ეროვნული ძალა უნდა შემოვიდეს მრგვალ მაგიდაში. ყველა ორგანიზაცია უნდა გაერთიანდეს მრგვალ მაგიდაში. უნდა აირჩიოთ რეგიონალური სპიკერები, დროებითი სპიკერები, რიგრიგობით უნდა წარმართონ არჩეულმა სპიკერებმა მრგვალი მაგიდის მუშაობა. თბილისში იქნება ეს თუ რეგიონებში. მრგვალი მაგიდის სპიკერობა და მე არ გადავგზავნე, მე კლავ სპიკერი გახდა მრგვალი მაგიდის, მაგრამ ცალკეულ ორგანიზაციებს მრგვალი მაგიდის ცალკეულ გამოფილებებში შეიძლება სპიკერები. მათ უნდა დაიწყოს მუშაობა კონსოლიდაციისთვის, ერთიანობისთვის და ქვეყანა კრიზისიდან და ქაოსიდან უნდა გამოიყვანოს. ასე რომ ბრძოლის გარდა სხვა გზა არ დარჩენია. მე ყოველგვარი ხმარობ იმისთვის, რომ მსოფლიოს კონდეს სწორი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ფაქტობრივად გავარკვიე საინფორმაციო ბლოკადა ფინეთში, თურქეთში, ავსტრიაში წასვლით, მიუხედავად იმისა, რომ უნდა გააყალბა ჩემი მოგზაურობა. ისიც ისწრებს, რომ თვითონ თურქეთში მე ხალხი პასპორტი გავიდი, თურქს განაცხადებინეს. ამასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო სასამართლო სტრასბურგისა, სადაც უახლოეს ხანში შეტანილი იქნება საჩივარი და ჩემი პასპორტის ასლი, სადაც თურქეთის საბაჟოს შტამპია ჩართული. თურქეთში მე შესანიშნავად მიმიღეს, შევხვდი პოლიტიკურ მოღვაწეებს, პარლამენტის წევრებს და მაგრამ რასაკვირველია შემდეგ ისევ საერთაშორისო პოლიტიკური მაფიის ჩარევით იქაც შემიშალეს ხელი, მაგრამ ავსტრიაში, ფინეთში ფრიად ნაყოფიერი იყო ჩემი მოძრაობა, რაც თავარია გაიყო საინფორმაციო ბლოკადა და დიდ ბრიტანეთში უკვე ძალიან დაინტერესებულნი არიან საქართველოს შექმნილი მდგომარეობით და როგორც მოგახსენეთ, ჰელსინკის ჯგუფის შესანიშნავი დასკვნა არსებობს, საბოლოოდ უკვე აეხადა ფარდაფაზებს. ყველასათვის ნათელია ეს დიდი პოლიტიკოსი თუ რა მიზნებით მოევიდა საქართველოს. ყველასათვის ნათელია, რომ დღეს საქართველოს ნარკობიზნესის ხიდად არის ქცეული აზიასა და ევროპას შორის, რომ საქართველოში არის ტერორი, კრიმინალური ანარქია, ადამიანის უფლებების დარღვევა, პატიმრების წამება ციხეებში და ყოველგვარი უკეთურება. ასე რომ შუბი ხალხაში არ დაიმალება, მეგობრებო. ადრე თუ გვიან მსოფლიო განაჩენს გამოუტანს ამ კრიმინალურ რეჟიმს და სანამ დროა თავს უშვებო. შეინანო ერის წინაშე, ხის წინაშე. უფალი მოწყალია და ერი მოწყალია. ფარავდეს მერტი საქართველოს
და მალე ვერტიკოს ალგერიის კანონის ხელისუფლება. მე ხშირად მეკითხებიან რა არის საჭირო იმისთვის რომ თქვენ დაბრუნდეთ საქართველოში რა შემთხვევაში დაბრუნდებით მეგობრებო საერთო სახალხო მოთხოვნის გარეშე არ დავუკვირდით აი ამას მოგახსენებთ ვინაიდან თქვენ მოგახსენებთ რა პირობებია შექმნილი იმისთვის რომ მე არ დავბრუნდეთ საერთო სახალხო მოთხოვნა ჩემი დაბრუნების იქნება წინა პირობა მე პიროვნულ ხელისუფლებას არ ვეჭიდები თქვენ კარგად იცით ეს საპრეზიდენტოს კამს არ ვეჭიდები ჩემი მთავარი მიზანია საქართველოს ხსნა ჯერა რომ უფალი იხსნის საქართველოს და